ერთი პერიოდი იყო იმასაც ვიტყვი, რომ თავის მოკლაც კი ვცადე. ბევრის ოჯახში რო შეხვიდე, თვალა ცრემლებულიები არიან, არ აქვთ იმის საჭმელი, რომ საჭმელი ჭამოთ. ისე ვიბრძოლებისთვის, რომ ჩემშვის არ უთმია დღემდე ჩემთვის, რომ დედი მე ეს რატო არ მიყიდა და მე ეს რატო არ მაქვს, რომ ამაყი დედა ვიქნები. აი მარტო ხელა დედა და მისთვის ვიქნები სამაგალითო. აღვზდი ისეთ შვილს, რომ ეცოდინება ყველაფრის ფასი. ოთხი წლიდან ვზრდი ჩემს შვილს. ვზრდი ჩემით, წვალობ ჩემი შრომით. მუშაობდი თავდაპირველად, როდესაც სულ მარტო დავრჩი, მარტო ხელა დედა რო დავრჩი, იმის საშუალება მქონდა რომ საჭმელი და ყველაფერი ბაღი, მით უმეტეს 200 ლარს ვიხდიდი ბაღში. მაგ დროს ჩემთვის ძალიან რთული იყო, რომ ახალად მქონდა ცხოვრება დაწყებული. მაგრამ ყველა სიმძლავრეს გავუმკლავდი რა, სირთულეს. ყველა დედას იმას ვურჩევდი, რომ აი როგორც მე რო ვარ ახლა დღეს თავი აწეული მაქვს და ამაყად დავდივარ და ვმუშაობ, ვბრძოლობ, არავის თავი არ დაუხარე. პირიქით, ჩემთვის რომ უნდოდენ ცუდის გაკეთება და თავი რო დამეხარა და წინ არ წავსულიყავი, მე პირიქით გავაკეთე. ყველგან ვიბრძოლე, ყველგან ვიმუშავე, რაც რო არ ნასწავლი არა ვარ. ამას ვაღიარებ, მაგრამ ჩემი ხელობით, ჩემი ოცნებით და რაც რო ოცნება მქონდა, დღემდე იმას ვაგრძელებ, რომ მე ის გავაკეთო. თავი არავისთვის არ დამიხრია. ხალხი რა სიტყვის? ხალხზე არ მიმიქცევია ყურადღება. ყოველთვის თავ აწეული, ჩემს სამსახურსაც, ჩემს შვილსაც, ყველა პრობლემას, ისეთი პრობლემები იყო, რომ აი ერთი პერიოდი იყო იმასაც ვიტყვი, რომ თავის მოკლაც კი ვცადე. თქვი რომ თავს მოვიკლავ მე, იმიტომ რომ სახელმწიფოსთან მქონდა განაცხადი შეტანილი, რომ სოციალურზე რომ დამხმარებოდნენ, იქიდანაც პასუხი მომივიდა, რომ არაო, მუშაობდი 400 ლარზე. ძალიან რთული იყო 400 ლარად ბათუმში ცხოვრება. მით უმეტეს რომ აი გჭირდება ბავშვისთვის, მით უმეტეს ჭამა მჭირდებოდა ბავშვს, ჩაცმა, დახურვა, ბაღი მინდოდა, მეტი რომ მქონოდა ჩემს შვილისთვის, რომ აი ბევრი მქონოდა ჩემს შვილისთვის, რომ აი ყველაფერი კარგი რომ დამენახებია, რომ ის არ ეგძნა, რომ ჩემს შვილი არ ქონდა. ან ის რომ მე არ მაქვს და სხვებს აქვთ. ისე ვიბრძოლებისთვის, რომ ჩემს შვილს არ უთმია დღემდე ჩემთვის, რომ დედი მე ეს რატო არ მიყიდა და მე ეს რატო არ მაქვსო. ამაყი დედა ვიქნები, აი მარტო ხელა დედა და მისთვის ვიქნები სამაგალითო, რომ გაიზრდება, რომ ჩამოყალიბდება და მისით უკვე ყველაფერს რომ გააზრებს, მიხვდება რომ მე როგორ ბრძოლობდი მისთვის და არაფერი არ მიმიკლებია ჩემი შვილისთვის. ერთადერთი იმით მე კიდე ბედნიერი ვიქნები, რომ აი საქართველოში აღვზდი ისეთ შვილს, რომ ეცოდინება ყველაფრის ფასი. აი მარტო ხელა დედები რას ვიტყოდით, იცი? აი რომ დაეხმაროთ, გინდ სოციალურია, გინდ ის ელემენტარული ბავშვის დახმარება რა, მართლა უჭირთ ბევრ დედებს. შეიძლება მე ვმუშაობ და მაქვს იმის რაღაცა, რომ ჩემი შვილი აღვზარდო და რაღაცასთვის ვიმწვალო, მაგრამ ბევრს არ შეუძლია ესა. ბევრი არის რომ ოღონდ გარეთ გავიდნენ და ხელი აქვთ გაშლილი და მათ საკუთარი შვილები მასე მიხედონ სკოლაშიც ან თუნდაც ბაღი. ბევრი დედები ვიცი ახლა რომ მარტო არიან კიდე დარჩენილი და ვერაფერს ვერ აკეთებენ, მწვალობენ, რომ მათი შვილებისთვის რაღაცა ლუკმა შეიტანონ, მაგრამ ვერაფერი ვერ შეაქვთ. ელემენტარული დახმარება ან სოციალური რაღაცა რო გავაკეთონ. ელემენტარული დახმარება მათთვის არის ძალიან დიდი რაღაცა. ბევრის ოჯახში რო შეხვიდე, თვალა ცრემლებულიები არიან, არ აქვთ იმის საჭმელი, რომ საჭმელი ჭამოთ. მე კი ჩემი ოჯახის წევრებმაც დამეხმარეს მართლა მშერი არ დავრჩენილვა. შეიძლებაც კი დავრჩი და ჩემ ოჯახს არ ვაგრძნობინე, მაგრამ მართლა სჭირდებათ მარტო ხელა დედებს დახმარება. აი სახელმწიფოსგან მით უმეტეს რომ მათ შვილებს კარგი გზა დაანახოთ, განათლება მისცენ, რომ საქართველოს მართლა სჭირდება ეს ყველაფერი.